შუქნიშნები და ისევ შუქნიშნები. დაახლოებით ასე გამოიყურება თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც ერთ დიდ გაუვალ საცობად არის გადაქცეული. რატო ვერ მოგვარდა ეს პრობლემა და სად არის გამოსავალი? თემაზე სასაუბროთ პირდაპირ ეთერში მელუდმელაძე, ტრანსპორტის საკითხების ექსპერტი და საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. გვიერთდება ბატონო მელუდ, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მადლობა თქვენ, როცა საჭიროებთ საკითხი შეეხეთ. ნამდვილად. სანამ აღნიშნულ თემაზე გადავიდოდეთ, აუცილებლად მინდა გკითხოთ ერთ-ერთი ბოლო სიახლის შესახებ. სულ ახლახანს გახდა ცნობილი, რომ მოპედების ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო გახდება. ეს მაშინ, როდესაც ავტომობილების მსგავსად მოპედების დაჯარიმებას დაიწყო ხმაურზე, რომელიც პრაქტიკულად ვერ იზომება და საპატრულო პოლიცია ამას რაღაც გარკვეულწილად თვალის ზომით არეგულირებს, რაც ალბათ ნოუსენსი არის სოფლიოს მასშტაბით. ყოველ შემთხვევაში მე მსგავსი არ გამიგია. ასეთ რეალობაში პირველ რიგში მინდა გკითხოთ, მაშინ რამდენად საჭიროა და საერთოდ რა საჭიროა მაშინ ტექნიკური ინსპექტირება და როგორ შეიძლება ამ ყველაფრის რეგულირება? ხო, ეგ რთული და საკავშირებელია ერთმანეთთან, მოდი ესე ვიტყოდი, თუ ყურით ზომავთ ხმას აღჭირდება არანაირ ხელსაწყომაში ასაჭიროა ტექნიკური ინსპექტირება ზოგადად. ანუ სწორია, ერთმანეთთან თანხმდარში არ მოდის. ზოგადად მე ვიტყოდი, რომ ავტომობილის და ზოგადად სატრანსპორტო საშუალებების ნებისმიერის ტექნიკური დათვალიერება ეს მიღებული პრაქტიკა მთელს მსოფლიოში, იმიტომ რომ ის იყოს გამართული, მაგრამ თავიდან როცა ამაზე მსჯელობა მიდიოდა, ერთ-ერთი მეც ვიყავი ამის მომხრე, რომ ყოფილი იყო ტექნიკური ინსპექტორები, მაგრამ იმ რეალობას მორგებული რა რეალობაში ჩვენ ცხოვრობთ, იმიტომ რომ არ ყოფილიყო რაღაცა გადახვევები, თუ ჩვენ ავტომობილებს მოთხოვ იმ საწვავით, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ და იმ პირობებშიც ჩვენ ვიყენებთ ავტომობილების პარკიც გვაქვს, უბრალოდ ფიზიკურად ვერ გაევლიდა დათვალიერებას და ეს ნიშნავდა, რომ 80% ავტომობილების გაჩერდებოდა თუ არა და დაიწყებდნენ გზების ძებნას, რა გზებიც იპოვა უკვე ჩვენ მოსახლეობამ და ყველას ცდილობს რომ რაღაცა ხრიკებით, რაღაცნაირად ეს ტექნიკური ინსპექტირება გადაგოროს, როგორც და შემდეგი არის. ანუ იგივე თუ მოხდება მოტოტრანსპორტის შემთხვევაში, მარტო მოპედებზე არ არის, თლიან მოტოტრანსპორტზეა საუბარი, მაშინ აზრს კარგავს. ანუ მე ვფიქრობ, რომ ტექნიკური დათვალიერება შეიძლება არსებობდეს, ოღონდ იმ ფარგლებში, რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი უსაფრთხოების მიზნით. ანუ სამხუჭე სისტემა, მასშტაბები მუშაობს თუ არ მუშაობს და იგივე მაყუთში თუ რა თქმა უნდა იქნება დეციბალებით შეზღუდვა და არა ისე რომ ყურში რაღაც ხმა მაღალი მეჩვენება და ვიტყვი თავიდან ბოლომდე სქემა როგორ უნდა იყოს ეს ხმაური, არა მარტო მოტოტრანსპორტი, არამედ ავტომობილებსაც აჯარიმებენ ხმის გამო და არ არსებობს რაიმე რითიც ამას გავზომავთ. აღარ ძალიან მარტივია ეს ყველაფერი. პატრულ ინსპექტორს თუ კანონში იქნება შეტანილი ციფრები, დღესდღეობით ეს ციფრები არ არსებობს, რამდენი დეციბალი არის დაშვებული, თუ იქნება შეტანილი პატრულ ინსპექტორი თუ შეატყობს რომ ხმაურიანია რომელიმე სატრანსპორტო საშუალება, ის ვალდებული იქნება გააჩეროს, გადაამოწმოს არის თუ არა მართლა აჭარბებს თუ არა ხმას, მხოლოდ ამის შემდეგ დააჯარიმოს ან გაუშვას საჯარიმო სადგომზე. ეხლა მეორე ნაწილი არის საჯარიმო სადგომზე, ანუ როცა საჯარიმო სადგომზე გადაყავთ სატრანსპორტო საშუალება და აქაც კიდევ ერთი რაღაც მინდა ვთქვა, რომ სხვადასხვა საათებში დღის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა უნდა იყოს ეს დეციბალების შეზღუდვა, ანუ ღამის საათებში უფრო დაბალი, დღის საათებში უნდა იყოს და ასევე სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებს სხვადასხვა საზომი ერთეულით ზომავენ. ანუ თუ რომელიღაც 78 დეციბალია, შეიძლება რომელიღაც 105 იყოს და ამ შემდეგ, იმიტომ რომ გააჩნია რა სატრანსპორტო საშუალება. მაგალითისთვის, სატვირთოებისთვის და მოტოციკლებისთვის და მსუბუქი ავტომობილისთვის სხვადასხვა ციფრი უნდა არსებობდეს. გავაგრძელოთ შემდეგ, ანუ როცა გადაყავთ საჯარიმო სადგომზე, ნახეთ, ჩემი ქონებაა, რომელიც იმიტომ რომ წესი დავარღვიე, შემიჩერეს იმ მომენტში გადაადგილების უფლება, გადაიყვანს, მაგრამ ეს ქონება, რომელიც უკან დამიბრუნო, მე თუ კვლავ გამოვედი ქუჩაში და კვლავ დავარღვიე, რაც დღეს ესე არ ხდება, დავარღვიე ისევ შეიძლება დამაჯარიმო და შეიძლება საჯარიმო სანქცია იყოს უფრო მაღალი, მაგრამ ის რომ არ გამატანო, ან ადგილზე მომთხოვო იმის შეკეთება, მე შეიძლება საერთოდ არ მინდა შეკეთება, უბრალოდ მინდა რომ სუვენირად ესევე წავიღო სახში და მქონდეს ეს ჩემი სატრანსპორტო საშუალება და ადრე თუ კიდე დავალოდო იქნება
პრობლემა შეიცვალოს, ან საერთოდ არ გამოვიყვანო ეს სატრანსპორტო საშუალება და მქონდეს ჩემთვის ესე. ამიტომ ის რომ ეხლა როგორც ხდება, მოდი აქ ადგილზე მოიყვანე ხელოსანი და მიაყენე მაყუთში ის რომელიც დაშვებულია და იმის მიხედვით წადით, ჩემი აზრით აბსოლუტურად ხდება ყველანაირ ჩარჩოს. კი ბატონო, ბატონო, გადავიდეთ ჩვენს ძირითად თემაზე, სატრანსპორტო პოლიტიკა. სფეროს სპეციალისტობა არ არის საჭირო იმისთვის, რომ დავაკვირდეთ, რომ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკას აქვს სერიოზული პრობლემები, ვინც თბილისში ცხოვრობს და გადავადგილდებით, თითოეული ჩვენგანი ამჩნევს ამ ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას, რომელიც პრინციპში 1 წელია ვერ მოგვარდა. რა არის ამისი მიზეზი და რატომ ვერ მუშაობს ის სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც არაერთხელ დააანონსა თბილისის მერიამ, არაერთი პრეზენტაცია მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით და კიდევ უფრო მეტი დაპირება ამ ყველაფრის შესახებ. კარგი კითხვაა და სიღრმისეულ ანალიზს საჭიროებს პრინციპში არანაირი გადაცემა რომ ალბათ არ გვეყოფა, იმიტომ რომ ნახეთ, აგერ მე მოტანილი მაქვს თბილისის სატრანსპორტო გეგმა. ანუ რა გეგმასაც მიყვება ახლა მე. კარგია რომ გეგმა ზოგადად არსებობს, იმიტომ რომ გეგმის გარეშე რთულია, ნახეთ რამხელა ნამუშევარია. აქ ადამიანთა ჯგუფმა იმუშავა, ეს გეგმა თავიდანვე გაწერა, თუმცა თავიდანვე პირადად მე ვხედავდი ბევრ რაღაცას ამ გაწერილ გეგმაში, რომელიც არ იმუშავებდა, იმიტომ რომ ქართულ მენტალობას და თბილისის გეოგრაფიას და მოწყობას ზოგადად ამ ქალაქის არ შეესაბამებოდა ჩემი აზრით თავიდანვე ვთქვი, რომ პირველი ანუ რაც მოხდება ალბათ, იძულებული გავხდებით, თუ ამ გეგმით წავალთ, იძულებული გავხდებით, რომ მოტოტრანსპორტზე გადავჯდეთ და ჩემ და სამწუხაროდ, ნახეთ, აი ამ გეგმაში საერთოდ, ანუ პირველივე შეცდომა რაც არის, მოტოციკლები, ეგერ არის გეგმის ნაწილი, ანუ როგორ არის პროცენტები, როგორ იყო 2016-ში და არ ვიცი ხო რამდენად მოახერხებთ ამ ჩვენებას, მაგრამ ისე ვიტყვი, სიტყვით 2016-ში როგორ იყო და 2053-ში სად უნდა მივიდეთ. ანუ როგორ უნდა მოხდეს გადასხდომა ხალხის ერთი ტრანსპორტიდან მეორეზე. აქ საერთოდ მოტოციკლეტი მოხსენებულიც არ არის, არა და ჩვენს ქუჩებში ხო გავხვიდეთ მოპედები და მოტოციკლები. ძალიან მომრავლდა, ხო, იმიტომ რომ უბრალოდ ფიზიკურად გადაადგილება სხვანაირად შეუძლებელია და პარკირება შეუძლებელია. ანუ აქედან რამოდენიმე ციფრს ვიტყვი და მე დამესვით კითხვა ვიცი რომ კითხვის დასმაგინებ. ნახეთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 2016-დან 2053 წლამდე სულ 4%-ით მეტი ხალხი უნდა გადასხდეს, ანუ 4% მეტი უნდა გამოიყენოს. ძალიან დაბალი მაჩვენებელი. კი, და მთელი ეს პრესინგი გამოვიყენებ სპორტულ სიტყვას მიმდინარეობს, იმიტომ რომ ეს 4% მოხდეს და ჩემი აზრით თავიდანვე დავაფიქსირე და რაც შეუძლებელია რომ მივიღოთ, ეს არის რომ 8% ჩვენი თბილისის მოსახლეობის უნდა გადასხდეს ველოსიპედზე აი ამ გეგმის მიხედვით. და მე ვფიქრობ რომ არაფერს აწინააღმდეგო რა თქმა უნდა არ მაქვს იმ ხალხთან ის ველოსიპედს იყენებს, მაგრამ აქვე ჩავღრმავდეთ ცოტა, ისევე ჩვენი ქალაქის მოწყობა და კლიმატი არ გვაძლევს იმის ფუფუნებას რომ ეს ტრანსპორტი ესე აქტიურად ანუ 8% ნიშნავს რომ სადღაც 90,000 კაცი უნდა გადაждდეს ველოსიპედზე რა, რაც ჩემი აზრით შეუძლებელია თბილისის პირობებში, იმიტომ რომ აღმართიანი ქალაქი გვაქვს და კლიმატიც ხან ძალიან ცხელა, რაც გაოფლიანებით ელემენტარულად სამსახურში მივიდეთ, ხან ძალიან ცივა, ანუ ძალიან ცოტა გვაქვს ეს პერიოდი, როცა ველოსიპედი იქნებოდა კომფორტული გადაადგილება. ანუ შესაბამისად, რადგან ესეთი აი ხილული, იმიტომ მოვიტანეს მაგალითად ჩემთვის ჩანიშნული მაქვს რა თქმა უნდა, სად რა და როგორ რა არის სწორი და რა არასწორი, ხო? რადგან ესეთი ხილული რაღაცეებიც რაღაც არასწორები არის, რაღაცა მომენტი მაინც დადგა და დღეს უკვე ვფიქრობ რომ ეს მომენტი უკვე გადააჭარბა ამას ყველაფერს, მაგრამ მაინც არის იმის საშუალება რომ კიდევ ერთხელ გადაიხედოს რაიმე შეცდომა ხო არ გვაქვს, ანუ თავაზობ ქალაქის მერს რომ გადავხედოთ რაიმე შეცდომები ხო არ არის, რაიმეს გამოსწორება ხო არ შეიძლება, იმიტომ რომ რაც უფრო წინ მივდივართ, ფაქტია რომ მით უფრო იჭედება ეს ქალაქი. ნამდვილად, ქალაქის გაჭედვაზე როდესაც საუბრობთ, ძალიან ბევრ ადამიანს მოსაზრება აქვს იმასთან დაკავშირებით, არც თუ უსაფუძვლოდ სხვათა შორის რომ დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას მოძრაობის თვალსაზრისით წარმოადგენს ძალიან ბევრი შუქნიშანი, რომელიც მართლაც თვალშისაცემი არის. მე გადაცემამდე სხვათა შორის დავთვალე და 100,000 მოსახლეზე შუქნიშნების რაოდენობით თბილისი ასწრებს ისეთ ქალაქებს, როგორიც არის ლონდონი და ევროპის ძალიან დიდი წამყვანი ქალაქები.
მინდა გკითხოთ, რამდენად იზიარებთ პირველ რიგში ამ მოცემულობას? ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი სხვათა შორის სულ ახლახანს გმირთა მოედანზე მოწყობილი შუქნიშნების სისტემა, რომელთან დაკავშირებითაც ჩემს გარშემო ყოველთვის ძალიან ბევრი ადამიანს კითხვის ნიშანი აქვს და ჩემთვის პირადად საკმაოდ ლოგიკურიც. რას ფიქრობთ, რამდენად არის ეს საცობებთან კავშირში და ზოგადად რა არის ამისი მიზეზი, რომ დედაქალაქში ყოველ 2 მეტრში გვხვდება შუქნიშანი? გეტყვით, ნახეთ, ჩემ მოსაზრებით დავიწყებ პირველ რიგში შუქნიშნებთან მიმართებაში ერთით მეტი შუქნიშანი, ერთით მეტი მაპროდუცირებელია საცობის. ეს არის რასაც აქსიომა, არ ჭირდება არანაირი მტკიცება, იმიტომ რომ ერთით მეტი გაჩერება და ერთით მეტი დაზვერვა, როგორც არ უნდა ნაკადების გაჭრად ჩათვალო ეს, მაინც არის მაპროდუცირებელი საცობის, იმიტომ რომ ალბათ ყველას გქონია ესეთი შემთხვევა, როცა წინ ვიღაცა უბრალოდ შეფერხდა, ან მობილური შიქექება ან რაღაც და ყისიერად უკან კეთდება საცობი. ანუ ერთი ორდენავი შენელებას კი იწვევს საცობს, არამს თუ გაჩერება. ეხლა გადავალ გამოსავალზე რა შეიძლება იყოს გამოსავალი. ამისი კარგი მაგალითია, ერთადერთი რაც გაკეთდა ესტაკადა და მაგალითად იპოდრომთან გაკეთდა ერთი ესტაკადა, რომელმაც ის კვანძი თავიდან ბოლომდე განმუხტა და დღემდე ეს კვანძი მუშაობს, ანუ იქ არ ხდება არანაირი ჩახერგვა. ანუ უნდა იყოს შრეებად აცდენილი გზები. მინი ესტაკადები, მოდი ასე ვთქვათ, რომელიც შუქნიშნის მაგივრობას გაწევს, ანუ საჯვარდზე კი არ გავჩერდები და გავატარებთ მეორე ნაკადს, არამედ ერთმანეთს ისე აუგზავნებთ, ერთი ზემოთ და ერთი ქვემოთ ისე აუგზავნებთ გვერდს, რომ ერთმანეთთან არ გვექნება კვეთა. და მით უმეტეს ესეთი ადგილები არის ხშირად ესეთი ადგილები, სადაც აი თუ ის კვანძი გავიარეთ, იმის შემდეგ პრინციპში საცობი არ არის, ანუ ერთი კონკრეტული კვანძია ხოლმე. ამ კვანძის განმუხტვა შრეება გაცემის გზით შეიძლება და მოვიყვან ძალიან მკაფიო მაგალითად აბსოლუტურად ყველას გაუვლია მაგას ვებხვი და მოკვნის ძეგლთან რა გახდა იმ მოედნის ერთმანეთთან აი თუნდაც მარშალგეროვანიდან მომავალი ნაკადი ნაკადს ჩავაყვინთოთ და სანაპიროზე გამოუშვათ ხოლო ჟვანიას მოედნიდან ჩამავალი ნაკადი გადავატაროთ ზემოდან და იგივე სანაპიროდან ამოვალ ნაკადმაც გაიაროს და ღომიდან მომავალ ნაკადმა გაიარო ქვეშ ანუ არაფერი ამას არ უნდა და პირობას ვდებ რომ მარშალგეროვანი აბსოლუტურად უნდა ჩაგეკითხოთ ამ ნაწილში პირველ რიგში სრულიად ვიზიარებ თქვენს პოზიციას ამ ნაწილში და ლოგიკურიც არის თუ შუქნიშნებით ასე ვთქვათ არ შევაფერხებთ გზაჯვარედინს და მას ექნება გვერდისავლის საშუალება ლოგიკურად საცობი უნდა განიმუხტოს თუმცა ჩვენ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვადევნებთ თვალს და უკლებლივ ყველა გზაჯვარედინი გზაჯვარედინის პრობლემა ცდილობენ რომ გადაწყვეტილი იქნას შუქნიშნებით. ახალი დამატებითი ინფრასტრუქტურა, გნებავთ ესტაკადების მიმართულებით, გნებავთ გვირაბების მიმართულებით, პრაქტიკულად არ კეთდება და პრაქტიკულად არ გვხვდება. ამ დროს ძალიან ბევრი რაღაც გარკვეული განახლება ვნახეთ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული მიმართულებით. რატომ არის ასე და რატომ ხდება, რომ ანუ პრობლემის მარტივად გადაჭრასთან გვაქვს საქმე, რატომ ხდება შუქნიშნებით პრობლემის მოგვარების მცდელობა და არა მაგალითად იმ ინფრასტრუქტურული მეთოდებით, რომელიც თქვენ სახსენებთ. ფიქრობ რომ თავარი მიზეზი მაინც ის არის რომ გაცხადებული რაც იყო რომ 2053 წლისთვის 20%-ით შემცირდეს ავტომობილების მოხმარება, კერძო ავტომობილების, ანუ აქეთ მივიდივართ, იმიტომაც არის რომ პარკინგის სივრცეები იმის მაგურად რომ მოიმატოს, იმიტომ რომ ავტომობილების რაოდენობა იმატებს, მცირდება და მცირდება, არა და თავიდანვე მე დავაფიქსირე ჩემი აზრით რომ ეს იქნება ურთულესი გადასაჭრელი ეს პრობლემაა რომ ავტომობილების რაოდენობა შემცირდეს ერთადერთი ვინცაც მოახერხა ეს არის ტოკიო, მაგრამ ტოკიოს მეტროს ქსელს თუ ნახავთ, მივხვდებით როგორც მოახერხეს ეს იქ. დანარჩენი ყველგან სადაც ომი არ არის, ყველგან ავტომობილების, კერძო ავტომობილების რაოდენობა იზრდება და შესაბამისად ინფრასტრუქტურას მისდევს სახელმწიფო, რომ ინფრასტრუქტურას მოაწყოს, ანუ საპარკინგო სივრცეები არსებობდეს ბევრი, რომ ავტომობილების მინიმუმ განთავსება შეიძლებაოდეს და ჩვენთან ახლა მაგალითი რომ მოვიყვანო, ხო? ვიწრო ქუჩებზე, კონკრეტულ უბნებში, სადაც ძალიან ვიწრო ქუჩებია, ავტომობილებით განან ყველგან ტროტუარებზე, ანუ ფეხით მოსავალეს ფიზიკურად გადაადგილებაც კი არ შეუძლია და ორი ავტომობილის გავლაც კი შეუძლებელია, რაც რა თქმა უნდა ასევე მაპროდუცირებელია საცობის რა გახდა რომ კონკრეტულ უბნებში არსებობდეს სართულიანი საპარკინგო სივრცეები, რომელიც ხალხს უსვამს რთული იქნება ბიზნესისთვის ეს რომ ანუ იყო შეთავაზება და მერის მხრიდან რომ ბიზნეს აეღო ეს მიწისქვეშა პარკირებები და ასე შემდეგ, რთული იქნება ბიზნესისთვის, იმიტომ რომ
ამას ოპერირება, ამ ერთ ძვირი დაждდება ამის გაკეთება და არ აქვს პრეცედენტი, ანუ მაგალითი არ აქვს. მაგალითი უნდა შექმნას ჩემი აზრით თვითონ მუნიციპალიტეტმა, რომ არსებობდა საპარკინგო სივრცეები და შემდეგ ამის იჯარით გაცემაც იქნება შესაძლებელი და ბიზნესის ახალისდება თუ ნახავს, რომ ეს მუშაობს. იმიტომ თავიდან ექსპერიმენტი ჩაატარო პირდაპირ ბიზნესმა, რა თქმა უნდა, არავის არ მოუნდა ამ ექსპერიმენტი ჩაატარო, ნდობა არ იყო ამ ხრივ რა, რომ საპარკინგო სივრცეს გავაკეთებ, შეიძლება იქ გამოყენებაც კი არავის არ დაჭირდეს, იმიტომ რომ მაინც ზემოთ განათავსებენ ავტომობილებს და ასე შემდეგ. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უნდა ვთქვა, რომ არ გამომრჩეს მაღალ სართულიანი შენობების ძალიან მჭიდრო სივრცეებში აშენება ამის ნებართვის გაცემა, ჩემი აზრით ეს არის ყველაზე დიდი დარტყმა ქალაქისთვის, ქალაქის სატრანსპორტო სისტემისთვის, იმიტომ რომ იქ ჩდება კიდე ახალი კერა, სადაც კერძო ავტომობილებს გადაადგილებენ, მით უმეტეს თუ ქალაქის ცენტრია ეს, ის ნიშნავს, რომ ყველას ვინც იყენებს იმ სივრცეს, ან ცხოვრობს ამ სივრცეში, მინიმუმ ყავს ერთი ავტომობილი თუ არა, ორი ან სამი. კი ბატონო. ბატონო მეულოდ, ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა და ბოლოს აუცილებლად მინდა შევეხო კიდევ ერთ ძალიან აქტუალურ საკითხს. თქვენ დასაწყისში ახსენეთ მუნიციპალური ტრანსპორტი და ბასლაინებთან დაკავშირებითაც მინდა დაგისვათ კითხვა ხშირად გვხვდება დედაქალაქში ქუჩები, სადაც არის ერთი საავტომობილო ზოლი და ერთი ბასლაინის ზოლი. ამ დროს ჩვენ თუ საერთაშორისო პრაქტიკას შევხედავთ და სხვა საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებებს გავითვალისწინებთ, ბასლაინის ზოლის გაკეთება რეკომენდირებულია, სადაც არის 2 და მეტი საავტომობილო ზოლი. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით და თბილისის რეალობაში რამდენად არის გამართლებული აღნიშნული მოცემულობა? ნახეთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ჭირდება ფაზები ამას და ეს ფაზები დათვლილი ფაზები არის კონკრეტული ადგილები, სადაც ფიზიკურად შეუძლებელია, რომ იყოს დამოუკიდებელი ბასლაინი და იყოს დამოუკიდებლად ავტომობილების მოძრაობა, იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში საბოლოო ჯამში ეს ავტომობილების ნაკადი ჩახერგავს მაინც ამ ავტობუსების გადაადგილებას და რა მნიშვნელობა აქვს იქ თავისუფლად გაიარზე იქ გაიჭედება თუ ასე შემდეგ. მაგრამ ამის კარგი მაგალითია პუშკინის ქუჩა, თავისუფლების მოედნიდან ჩამავალი, სადაც დაიხაზა ბასლაინი თავის დროზე და მოხდა სრული ჩახერგვა თავისუფლების მოედნის ჩამავალს ვამბობ, ჩამავალ გზაზე და შემდეგ ანუ ესეც პრეცედენტი უკვე არსებობს, შემდეგ წაიშალა და ეხლა არც ავტობუსს აქვს მან პრობლემა და არც კერძო ავტომობილებს, ანუ ჩამავალ გზაზე ვამბობ თავისუფლების მოედნიდან კოლონიის მოედანზე. შესაბამისად, ერთმა პრეცედენტმა უკვე აჩვენა, რომ ყველგან ესე არ შეიძლება გაკეთება ბასლაინის იმის გამო, რომ უბრალოდ იქ უნდა იყოს ბასლაინი. კონკრეტულ კვანტს უნდა შესწავლა, საჭირო არის თუ არა, იგივე ყაზბეგის გამზირზე, მაგალითად მე ვთვლი, რომ ყაზბეგის გამზირი ძალიან თავისუფალი გამავალი იყო, მანამ სანამ ბასლაინი გაკეთდა იქ, ანუ იქ თითქოს დიდი სივრცეა, მაგრამ ნახევარი გზა შეჭამა თავიდან ბოლომდე აი ამ ახალმა ინფრასტრუქტურამ მოწყობილმა და შესაბამისად ანუ კერძო ავტომობილებით გადაადგილება სრულიად ჩაიხერგა, რასაც ვთვლი, რომ არ იყო საჭირო, უბრალოდ იქ თავისუფლად მოძრაობდა როგორც ერთი სატრანსპორტო საშუალება, ესე მეორე. ბატონო მელუ, ძალიან დიდი მადლობა თქვენ საინტერესო ანალიზისთვის, საინტერესო და ვრცელი ანალიზისთვის. მაყურებელს შევახსენებ მელუ მელაძე, ტრანსპორტის საკითხების ექსპერტი და საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობდით თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით.